ტელეიმედთან საპროტესტო აქცია დღეს სამართლიანი ინსტიტუტისა და მოძრაობა შემოგვიერთდის წევრებმა გამართეს. აქციის მონაწილეები იმედში გასულ გადაცემას გამოეხმაურნენ, რომელიც ჟურნალისტმა ვახო სანაიამ მოამზადა და სადაც რუსეთის პატრიარქ კირილ სუკის აგენტობაში სდებდნენ ბრალს. აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ გადაცემა მიზნად ისახავდა მართლმადიდებლური სამყაროს შეურაცხყოფას და ქართულ და რუსულ ერებს შორის ეროვნული შუღლის გაღვივებას. ტელევიზიასთან შეკრებილებმა ქართულ საზოგადოებას მოუწოდეს დაგმონეს ფაქტი და ხელი შეუშალონ რელიგიური კუთხით დევნას. ვახო სანაიას მიერ გაკეთებულ სიუჟეტში იყო მინიშნებები იმაზე, რომ თითქოს და რუსეთის პატრიარქი არის სპეცსამსახურების თანამშრომელი, თითქოს ის არის მართული კრემლისგან. არის ორი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, სადაც ჩვენ უნდა მოვახერხოთ საერო და სასულიერო, ანუ საეკლესიო ხელისუფლებების გამიჯვნა ერთმანეთისაგან. გადაცემაში იყო დაუსაბუთებელი ფაქტები კრემლის პატრიარქზე, ეგრეთ წოდებულ კრემლის პატრიარქზე მათ მიერ, პუტინის კაცი და ასე შემდეგ. ილია მეორე შეხვდა რამოდენიმე დღის წინ რუსეთის პატრიარქი და ეს არის მიუღებელი ჩვენთვის, უნდა გავმიჯნოთ პოლიტიკა და ეკლესია ერთმანეთისგან. ეს ემსახურება მართლმადიდებლური რელიგიის დისკრედიტაციას. პირდაპირ უთხრავს ამას ჩვენო გვახსოვს ჩვენო პატრიარქის წინააღმდეგ აგორებული მთელი ეს კამპანია და შემდეგ რუსეთის პატრიარქის მიმართ ჩვენო კარგად მოგვეხსენება რომ დღეს შექმნილი ამ მდგომარეობა ჩვენ და რუსეთს შორის და ეს უფრო გააღმევს ეროვნულ შუბლს.